ოკუპირებული ცხინვალის ეგრეთ წოდებულმა ლიდერმა ალან გაგლოევმა თანამდებობა დატოვა და რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლის პოსტი დაიკავა. კრემლმა უკვე გამოაქვეყნა შესაბამისი განკარგულება, რომლის თანახმადაც გაგლოევი ვლადიმერ პუტინის მრჩევლად დაინიშნა. თავად გაგლოევმა კი განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის შეთავაზებას დათანხმდა და ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის პოსტის დატოვების გადაწყვეტილება თავადვე მიიღო. მისივე განმარტებით ახალ პოზიციაზე საქმიანობას პუტინის გუნდში გააგრძელებს. რა პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ამ ცვლილებას, ასევე როგორ აფასებენ ამ საკითხს თბილისში და ასევე ვინ შეცვლის გაგლოევს დე-ფაქტო თანამდებობაზე. თემაზე საუბარს მერაბ პაპაშვილი გააგრძელებს. მერაბ, მოგესალმები და გისმენთ. შესაბამისი განკარგულება ცოტა ხნის წინ გამოიცა, მისი მიხედვით ვლადიმერ პუტინს ეყოლება ახალი მრჩეველი და ეს იქნება ალან გაგლოევი, ანუ ოკუპირებული ცხინვალის უკვე ყოფილი პრეზიდენტი. ამ განკარგულების გამოცემას წინ უძღოდა შეხვედრა, რომელიც გაიმართა გუშინ პუტინსა და გაგლოევს შორის. ამ შეხვედრის შემდეგ თავად გაგლოევმა თქვა, რომ განიხილეს ის სამოკავშირეო ხელშეკრულება, რომელიც ახლახან გაფორმდა ცხინვალსა და მოსკოვს შორის. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ოკუპირებულ ცხინვალში მართვის სადავეები თავიდან ბოლომდე გადაეცემა მარად კამბოლოვს. ის სულ რამდენიმე დღის წინ შეუდგა ეგრეთ წოდებული მთავრობის მეთაურის პოსტზე მუშაობას. მაშინვე გამოითქვა ვარაუდი, რომ მას კრემლი უპირებდა, რომ გამხდარიყო ოკუპირებული რეგიონის პრეზიდენტი და როგორც ჩანს, საქმე აქეთკენ მიდის. რა მისიით გაიგზავნა სულ თავის დროზე კამბოლოვი ოკუპირებულ ცხინვალში, ალბათ ამ კითხვის გარშემო უფრო ნათელი ხდება რეალობა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 9 მაისის აღლუმის შემდეგ ალან გაგლოევმა მოსკოვში გამართული შეხვედრების შემდეგ თქვა, რომ დადგა დრო, რომ გაერთიანდეს ორი ქვეყნის ხალხები. ამან გააჩნდა განცდა იმისა, რომ მოსკოვი ახლა ამზადებს გეგმას, რაც გულისხმობს ოკუპირებული ცხინვალის სრულ ანექსირებას, ანუ შეერთებას ტერიტორიულად რუსეთთან და როგორც ექსპერტები ამბობენ, ეს მათ შორის მიანიშნებს იმას, რომ მარად კამბოლოვს აი ამ პოსტზე შეიძლება უფრო მეტი ნდობა ჰქონდეს მოსკოვის მხრიდან. მე მქონდა შეხვედრა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან, რომელმაც შემომთავაზა გადასვლა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სამუშაოდ მისი მრჩევლის თანამდებობაზე და იმ ხელშეკრულების განხორციელების ხელშეწყობა, რომელსაც ჩვენ მოვაწერეთ ხელი, ასევე სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან ურთიერთქმედების გაუმჯობესების ხელშეწყობა. რეფერენდუმის დაპირება აქამდე არაერთხელ გაუწია ოკუპირებული ცხინვალის არაერთ ეგრეთ წოდებულ ლიდერს, თუმცა ეს დაპირება რჩებოდა მხოლოდ დაპირებად და ეს სისრულეში აქამდე მოყვანილი ვერ იქნა. ექსპერტები ამბობენ, რომ დიდი ალბათობით ახლაც საქმე გვაქვს მსგავს ვითარებასთან, რომ თითქოს მოსკოვი გასცემს დაპირებას ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ, თუმცა რა მოხდება შემდგომში, უკვე კამბოლოვის მმართველობის პერიოდში, მათ ამის თქმა ამ ეტაპზე უჭირთ. ყოველ შემთხვევაში ისინი ამბობენ, რომ დიდი ალბათობით მოსკოვი ახლა კამბოლოვს დაავალებს იმას, რასაც ერიდებოდა, რის გაკეთებასაც ალან გაგლოევი. ეს კი იმიტომ, რომ თავად გაგლოევი არის ადგილობრივი, არის ოსი და ის ანგარიშს უწევდა საკუთარი ხალხის ინტერესებს და მათ მოთხოვნებს. რაც შეეხება ზოგადად ანექსირების პროცესს, ეს ვითარება, რომელიც არის ოკუპირებულ რეგიონში, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში უკვე ცალსახად ხილული გახდა ექსპერტებისთვის. ისინი ფიქრობენ, რომ როდესაც აშკარა კრემლის გეგმის ახალი ეტაპის დაწყება აუცილებელია ოფიციალურმა თბილისმა უფრო მეტი გააკეთოს, ვიდრე ის ამას დღეს აკეთებს. ყველა ვინც კი ხელმძღვანელო თანამდებობაზე მოდის იწყებს რეფერენდუმით, რომელიც უნდა ჩატარდეს რუსეთთან მიერთებაზე, შემდეგ ეს რეფერენდუმი ჩერდება და ასე შემდეგ. ანუ ინტეგრაცია რო ჭირდებოდეს რუსეთს, ამისათვის ეს ცვლილებები არ დაჭირდებოდა და პირიქით ცხინვალს თავის ლიდერიანად მადლობებს გადაახტევინებდა, რადგანაც პირად არის არჩეული ადამიანი, საკმაოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად შეიძლება იყოს არჩეული თუ დანიშნული ისეთების, რასაც ადგილობრივად არჩეული ოსილდერები ვერ გაბედავდნენ. რამოდენიმე დღეა ინტენსიურად ვიცახი, რომ მზადდება ანექსია და ის საფრთხეები, რა საფრთხეებსაც ჩვენ ვხედავთ ოკუპანტი ქვეყნიდან კიდევ ერთხელ უფრო დამძიმდა და დღეს როცა ჩვენ ვხედავთ, რომ ეგრეთ წოდებული სამართლის პრეზიდენტი გადადგა და უпроსოდ გადავიდა მრჩევლად რუსეთის პრეზიდენტის, სადაც მან ხაზი გაუსვა, რომ ის ამზადებს საკითხებს
გაერთიანების ეგრეთ წოდებული ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის ნათლად ჩანს თუ რა საფრთხეების წინაშე აღმოჩნდება ქართული მხარე. ამიტომ ხელისუფლების სიჩუმე ყოველდღიურად მიუღებელი არის, უნდა დაიწყოს სწრაფი სამართლებრივი რეაგირება ამ კუთხით, უნდა გამოცხადდნენ ძებნაში სეპარატისტთა ლიდერები და გაგლოვებიც, იმიტომ რომ დადგება ეს ანექსიის დღე, საერთაშორისო ძებნელები საქართველოს გეოპოლიტიკური კადრების მხრიდან და ინტერპოლის მხრიდან უნდა იყვნენ ესენი ყველა. აი ამ ვითარებას და ეჭვებს, რომელიც არსებობს თავად მარად კამბოლოვის ფიგურის გარშემო, ამწვავებს ის ფაქტი, რომ კამბოლოვი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა რუსეთის ფედერალურ ხელისუფლებაში არაერთ მაღალ თანამდებობაზე. ეს კი აჩენს განცდას იმისა, რომ მას საკმაოდ ჭარბი ნდობა აქვს მოსკოვის მიერ და ის კონკრეტული მისიით ჩადის ახლა ოკუპირებულ ცხინვალში. ჩვენ დღეს მმართველ გუნდს ვკითხეთ, რა უნდა იყოს ოფიციალური თბილისის ნაბიჯი ამ აშკარად გამოცხადებულ ანექსირების პროცესზე, მათი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ასპარეზზე აკეთებს ყველაფერს, მათ შორის აქ საუბარი იყო მათი მხრიდან სამართლებრივ დავებზე, რომ დამტკიცდეს ის ფაქტი, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის ხელშეუხებელი, რაც შეეხება უფრო აქტიურ ნაბიჯებს, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ომს საქართველოს ვერ დაიწყებს და ვერც უფრო ხისტ რიტორიკას ვერ გამოიყენებს, იმიტომ რომ როგორც თავად ამბობენ, ამგვარმა რიტორიკამ 2008 წელს ქვეყანას ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა. რაც შეეხება ხელისუფლების ოპონენტებს, ოპოზიციაში ამბობენ, რომ ფაქტობრივად ანექსირების პროცესი არათუ დაწყებული, არამედ გრძელდება და მათივე თქმით, სწორედ ამ ძალიან რთული ვითარების ფონზე თბილისი ირჩევს დუმილს, რომელიც ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მუშაობს. ჩვენ ხედავთ, როგორ სწრაფად ვითარდება ანექსიური პროცესები, როგორ ნიშნავს ფაქტობრივად კრემლი და პუტინი პირადად საკუთარ წარმომადგენელს სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რაც რა თქმა უნდა არის მორიგი დარღვევა საერთაშორისო სამართლის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის. სამწუხაროდ ოცნება ამ საკითხზე ამჯობინებს დუმილს. კრემლმა ჩვენ პირდაპირ გამოგვიცხადა, რომ აპირებს ეგრეთ წოდებული ორი ოსეთის გაერთიანებას, რაც ნიშნავს საქართველოს ანექსიის და მიტაცების უკვე სრულყოფილ საბოლოო კამპანიურ ფაზას. რა თქმა უნდა, არანაირი ორი ოსეთი არ არსებობს და არც არასოდეს არ უარსებია, მაგრამ ტრაგიკული არის ის, რომ ამ ყველაფერზე დუმს ამ დრომდე ქართული ეგრეთ წოდებული საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც მხოლოდ მაშინ იღებს ხმას, როდესაც რომელიღაც ევროპელ ელჩს ამ ქვეყნის მეგობარს საქმე უნდა გაურჩიოს. სამართლებრივი დავების და ბრძოლების მიღმა შემდეგ უკვე არის ფიზიკური ომი, რასაც გასაგებია ჩვენი პრაგმატული პოლიტიკის გათვალისწინებით ჩვენ არ ვაპირებთ ესკალაციას, თუმცა რაც შეეძლო საქართველოს ხელისუფლებას გაეკეთებინა, ეს იყო საერთაშორისო სამართლებრივად ამ სისტემის გამყარება, რუსეთის ოკუპაციის საერთაშორისო სამართლებრივად აღიარება და ეს არის ის ნაბიჯები, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა. იმის იქით თუ ვინმეს წარმოუდგენია, რომ ხისტი რიტორიკა დაპირისპირება რუსეთთან რაიმე სარგებელს მოუტანს საქართველოს, გადახედონ 2008 წლის მაგალითებს. მარად კამბოლოვი, როგორც თვითგამოცხადებული მთავრობის მეთაური, დაიბადა ჩრდილოეთ ოსეთში, ამის შემდეგ ის მალევე გაემგზავრა, წავიდა ოჯახით მოსკოვში, რუსეთში, იქ ძალიან ბევრი წელი მუშაობდა, ახლა კი დაბრუნდა ოკუპირებულ ცხინვალში. თუ ის მოიაზრება ახლა ოკუპირებული რეგიონის თვითგამოცხადებულ პრეზიდენტად, ეს ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივ კანონმდებლობაში უნდა შევიდეს შესწორება, რაც ნიშნავს იმას, რომ ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი ვერ იქნება ადამიანი, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში სწორედ ამ რეგიონში არ ცხოვრობდა, თუმცა თუ ცხადია მოსკოვს აქვს გეგმა, რომ კამბოლოვს ჩააბარონ მთელი მანდატი მართვის რეგიონის, ცხადია ამ კანონის შეცვლა, ეგრეთ წოდებული კანონის არც არავის გაუჭირდება.